რეალურად საქართველოს პოპულარიზაცია მე დავიწყე ალბათ 2012 წელს, როცა დავწერე პირველი სტატია თბილისზე და საქართველოზე ერთ-ერთი ჟურნალისტვის. 2013-ში PTUOMO არის ესეთი დიდი PT Imagine, უბრალოდ დიდი პროექტი იტალიაში გამოფენებს მართავენ, მოდის გამოფენებს და ძალიან კარგად მახსოვს, რომ ვიჯექით ვახშამზე ჩემ იტალიელ პარტნიორებთან ერთად და ვუყვებოდი, რომ აი საქართველოს მოდას დააკვირდით, რაღაცა საინტერესო ხდება და მართლაც 2018-ში თუ არ ვცდები თუ 19-ში ჩატარდა PTUOMO, სადაც საქართველო იყო guest nation მოწვეული ნაცია, რასაც ქვია. და ამაში ჩემი პეტერე რაღაცა თლილით შევიტანე. მერე უკვე რომ საქართველო დემნაც დაინიშნა ბალენსიანაში Fashion Week-იც ჩატარდა და საქართველო უცებ რაღაცა ამ სოფიტების ქვეშ მოხვდა და დიდი ინტერესი გამოიწვია და ხალხი მიხვდა, რომ ეს არ არის მარტო ხინკალი და ხაჭაპური და იქ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა ხდება, თუნდაც მოდა, დიზაინი, რაც ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ იყო, მაგრამ არ ჩანდა ესე გარედან. და ეს წამოვიდა დიდი ნაკადი ესე რომ ვთქვათ ტურისტების, მაშინ მე გამიშთა სერიოზული პროტესტი, რომ რატო ჩამოდიან ძირითადად ხინკლისთვის და მთისთვის და რომც უნდოდეთ ეს რაღაცა დიზაინი, ლაიფსტაილი, ლუქსი არ ჩანს და არ არიან გიდები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ეს აჩვენონ. დავიწყე ესე ნათელი თბილისით, ანუ სიტყვების თამაშიც არის ნათელას ნათელი თბილისი და გადავწყვიტე, რომ არა სტერეოტიპულ საქართველოზე დავწერ. ანუ ხინკლის და ხაჭაპურის გარდა კიდე არსებობს მილიონი რაღაცა. ხედავდი ისეთ თბილისს, რომლის დანახვა გინდოდა რომ გეჩვენებინა სხვისთვის, ანუ აი გიყოიდია, ანუ რაღაცა ზურმუხტი რო გიჭირავს და ზუსტად. აი ძალიან მეშლებოდა ნერვები ამ სტერეოტიპულ დასვენებაზე საქართველოში, რომ აი მე ზედა ღილზი იხსნიან და ესე მიფრინავენ და სხვა არაფერი არ უნახავთ გარდა სუფრის, ამაზე ძალიან ღიზიანდებოდი და ვეუბნებოდი, რომ ანუ ხალხო ფიროსმანი მაინც ნახეთ. ეროვნულ გალერეაში მაინც მიდით. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში შეიარეთ. ჩვენი საგანძური ნახეთ. ანუ მარტო საგანძური რო ნახოს კაცმა, უკვე შეეცვლება აღქმა.